ოლიმპიური თამაშების სიმბოლო ოლიმპიური ცეცხლი დღეს ქვემო ქართლის რეგიონში აინთო. ოლიმპიური ცეცხლის ანთების პროცესს ქრონიკის ჟურნალისტი თამთა ცირა მოესწრებოდა და ის ახლა პირდაპირ ეთერშია. თამთა, საღამოშვიდობისა, როგორ ჩაიარა ღონისძიებებმა? საღამოშვიდობისა ნინა. დიახ, ქვემო ქართლის რეგიონში ოლიმპიური ცეცხლი უკვე აანთეს. ცეცხლის ანთება სპორტსმენების სიმბოლურ გარბენას და რეგიონში გამართულ ღონისძიებებს როგორც ადგილობრივი, ისე მხარის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. უფრო დეტალურად თუ როგორ ჩაიარა ოლიმპიური ცეცხლის ანთების პროცესმა ჩვენ რეგიონში, ამას უკვე ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტიდან შეიტყობთ. ოლიმპიური ცეცხლი ვერტმფრენით წალკის მუნიციპალიტეტში ზუსტად დილის 11 საათზე ჩამოიტანეს. ცერემონიალს ადგილობრივ და მხარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენები და მეჩირაღდნეები დახვდნენ. მოგვიანებით ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული სიმბოლური გარბენიც მოეწყო. ესტაფეტა საქართველოს თავდადებულ გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც ოლიმპიური ცეცხლის ანთება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. გვაქვს საშუალება რომ ვიზეიმოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული ოლიმპიური ცეცხლის ჩამობრძანება და მე ვფიქრობ რომ ყველა ჩვენთაგანის თანაბარი შრომით მივაღწევთ იმას რომ იქნება წარმატებული ჩატარებული ოლიმპიური ფესტივალი დიდი ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად და გვექნება პრეტენზია რომ გამოვთქვათ სოფლიო ოლიმპიურ კომიტეტთან და მოვიპოვოთ შემდეგი ღონისძიების ჩატარების უფლება. ბედნიერებაა რომ ოლიმპიური ცეცხლი არის წალკაში და ვიმედოვნებთ რომ ეს იქნება საწინდარი რომ არა მხოლოდ ახალგაზრდული ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდეს ქალაქ თბილისში, არამედ ნამდვილ ოლიმპიადას უმასპინძლოს სრულიად საქართველოს. ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოლიმპიურ ცეცხლს თეთრი წყაროშიც დახვდა. ცერემონიალის შემდეგ ესტაფეტის მონაწილეებმა ცეცხლის ანთებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გადაინაცვლეს. ოლიმპიადის ჩატარება სულ რაღაც 3-4 მილიონამდე ერმა უმასპინძლოს ამ ხელა ფორუმს დამეთანხმებით სოფლიოს ბევრი ქვეყანა ალბათ ნატრობს ამაზე. ჩვენზე ბევრად რიცხობრივად დიდიც და ტერიტორიითაც ბევრად დიდი ქვეყანა. და წარმატებები უსურვო ქართველ სპორტსმენებს თავიანთი სამშობლოს სადიდებლად და საქართველოს სახელი ყდავაც სოფლიო მასშტაბით გაეტანოთ წარმატებების ასპარეზზე. თეთრი წყაროს ისტორიაში პირველი შემთხვევა არის რომ ოლიმპიური ცეცხლი მოვიდა ჩვენ და აი თქვენ თვითონ ხედავთ როგორ მხიარულად ვეგებებით და უსურვებთ წარმატებებს ჩვენ საქართველოს და წარგზავნენ ყველა სპორტსმენს. წალკა და თეთრი წყარო რეგიონის მასშტაბით ის მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც ოლიმპიური ცეცხლი პირველად დაინთო. ორგანიზატორების თქმით, იმისთვის რომ ცეცხლმა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვას, კიდევ 2 დღეა საჭირო. ფანტასტიკური დახვედრა იყო, საზეიმო განწყობა იყო, ძალიან ბევრი ხალხი დახვდა ოლიმპიურ ცეცხლს. ქვემო ქართლის რეგიონში ხვალ და ზეგ გავჩერდებით, ოლიმპიური ცეცხლი გაჩერდება ამ 2 დღის განმავლობაში. ოლიმპიური ცეცხლი ყოველწლიურად პირველად საბერძნეთში ინთება და შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჩირაღდნებით ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში მიაქვთ. ჩირაღდნის ვიზუალი სწორედ მასპინძელი ქვეყნის სახელწოდებისა და სიმბოლოების მიხედვით მზადდება. წელს ჩირაღდანზე ოლიმპიადის ლოგოსთან ერთად ვაზის მტევნები და ფოთლებია ასახული. ოლიმპიური ცეცხლის ანთება ქვეყნის მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტში იგეგმება, რაც შეეხება ჩვენს ქალაქს. რუსთავში ოლიმპიური ცეცხლი 4 ივნისს აინთება. დიდი მადლობა თამთა, პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა თამთა ცირა მოასაუბრებდა.